გულახდილად გეტყვით, მე დიდად არ ვხიბლავს, მაინც და მაინც არ ვხიბლავს. კრიტიკა ან უფრო განქიქება, მსგავსი სიტყვა, ხო? კოლეგებისა ან კოლეგებად წოდებულისა. კრიტიკა მეთქი შეგდებულად წარმოვთქვი ეს სიტყვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კრიტიკა აუცილებელია, რასაკვირველია, მაგრამ არასწორად ესმით ხოლმე საერთოდ მოქალაქეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და მით უფრო კოლეგებს და ბევრი საყვედურობს იმის გამო, რომ მე სტატუსში, Facebook სტატუსში იურისხება, ან სტატიაში ადრეულ წლებში მე გამიკრიტიკებია, თუმცა ეს კვლავ მეორე არასწორად გაუგია ბევრს, ჩემი ეს ყვახე შეძახილი მეთქი ასე ვიტყვი. მეორე მხრივ ჩვენ იმ დროებაში გვიწევს მუშაობა, მოღვაწეობას არასწორად ხმარობენ ხოლმე. მუშაობა რასაკვირველია, როდესაც პოზიციის დაფიქსირება არის გარდაუვლად აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ახლა ურთულეს ისტორიულ მონაკვეთშია და ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა და ახლა ჩემი აზრით არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად არ არის ეგრეთ წოდებული ხას უსვამ ობიექტური ჟურნალისტიკის დრო, პოზიციის გარეშე ჟურნალისტიკის დრო დავსვიკითხვა და მიპასუხეს, გავაშუქებოვლენა ყოველგვარი შეფასების, ანალიტიკური შეფასების გარეშე ეს დასაშვებია რასაკვირველია ნიუსში, თუმცა კრიტიკულად გასააზრებელია ის ეგზისტენციური საფრთხეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, უკლებლივ ყველა ჩემი კოლეგის თუ კოლეგად წოდებულის მიერ მეთქი ვამბობ, კოლეგად წოდებულები არიან მეთქი ვამბობ, თუმცა ისინი ხომ პოზიციონირებენ საკუთარ თავს საზოგადოებას ჟურნალისტებად წარუდგენენ. ამას ეხება სწორედ ჩემი დღევანდელი რამდენიმე კომპონენტიანი ვიდეობლოგი სწორი აზროვნება და ხაზგასმით მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ახლა ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ამ ურთულეს ისტორიულ მონაკვეთშია, ჩვენ უნდა გავხედოთ ისტორიას პერსპექტივიდან და საერთოდ ამ ქვეყანას უნდა გავხედოთ პერსპექტივიდან, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, კვლავ გავიმეორებ ამ სიტყვას და კრიტიკულად გავიაზროთ ყველაფერი და ვიყოთ მაქსიმალურად არა დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედნი, არამედ ჩვენ უნდა მაქსიმალურად შევძლოთ, რომ გამოვჩორკნოთ ჩვენი თავი, შევქმნათ ჩვენი თავი, გამოვძერწოთ ჩვენი თავი, სწორედ მესამედ ვახსენებ ისტორიული პერსპექტივიდან უნდა გადმოვხედოთ საკუთარ თავს და ვთქვათ, რა სიტყვის ჩვენზე შთამომავლობა. ეს პერიფრაზია გადახდების ერთი ლექსისა. ეხლა ვიდრე განვაგრძობდე მსჯელობას, ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა უნდა წარმოგირგინოთ. კახა მელიქიძე მუშაობ ტელევიზიაში 99 წლიდან, ფეხბურთის ნაკრებს ვიღებთ და მოკლედ ყველა ნაკრებს რაც პირველი არხი იღებს, ჩვენ ვაკეთებთ. მე მინდა მოგიყვეთ ამ გაზაფხულის ფეხბურთებზე და შემოდგომის ფეხბურთებზე როგორ ერეოდა ჩემი შეფასებით. შეიძლება ვწდებით, ფეხბურთი პირველი თამაში საბერძნეთამდე, რომელიც იყო ხუჩაბათი დღე იყო ეს თამაში. რუსიკომ დამირეკა და მითხარო, კახაო, ხო იციო შენო მოემზადეო, რაც შეიძლება მეტიო, უნდა ვანახოთო ეთერშიო პრემიერ-მინისტრიო. მე უთხარი რუსუდან მე მაგას ვერ ვიზავ მეთქი. იმიტომ რომ მე არა მაქვს არანაირი უფლება და ვერ გადავწყვეტავ მარტო მე. იმა მითხარ რატო ვერ გადაწყვეტო და აუხსენი რომ არსებობს UEFA-ს წარმომადგენელი ოფიციალური ტიპი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და ვთხოვე რომ რუსუდან დაუკავშირდით ამ ადამიანს, რომ თუ ის მეტყვის რომ ანახე 5-ჯერ, ვანახებ 5-ჯერ. თუ მეტყვის არ ანახო, არ ვანახებ. ამის გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ თქო. იმ ქალბატონი მოვიდა მითხრა რომ ერთხელ ანახე ჰიმნის დროს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მეთაურია და უნდა ვანახოთ ასე. ვანახეთ ეს როგორც წესი ჰიმნის დროს, ვანახეთ ყველაფერი, მაგრამ იმის მერე კიდე ითხოვდნენ და მესიჯებად. თუ მე შეიძლება, თინათინ ისა ქვია, რუსუდან იყო ჩემთან კონტაქტზე, ხო და
ახაც მე ვიცნობ, არც თუ კარგად გულახდილად გეტყვით, მაგრამ ვიცნობ, კარგი სალმით ვიცნობ. რაც შეეხება რუსუდანს, ახლა გულისხმობს რუსუდან მანჯგალაძეს ერთ-ერთ ხელმძღვანელს საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ანუ პირველი ხარ არხისა. ახლა მე დავსვავ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას და მე უკვე მეორე ვიდეოს წარმოგიდგენთ. ახლა მე გეკითხებით, თავისუფალი არის თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. კარგი, მე კვლავ შევიკავებ ამჯერზე შევიკავებ თავს ჩემი შეფასებისაგან და წარმოგიდგენთ აი პირველ ვიდეოზე არანაკლებ საინტერესო ვიდეოს კომენტარს სინქრონს სწორედ კახა მელიქიზისა, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეგვიწყობს ხელს, რომ დავასაბუთოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის თავისუფალი, თუმცა ბოლო აკორდები ამ ჩემი ვიდეო ბლოგისა კიდევ უფრო მკვეთრი და კიდევ უფრო მძაფრი იქნება. მე ავდექი და ახლა სახელმწიფო მის მეთაურებზე იყოს, ხელმძღვანელებზე იყოს ჩვენი ქვეყნის ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის. განახებ თუ იმ კადრსაც თუ შეიძლება. გეჯორობის საუკეთესოა საკონტესთან ერთად. დამიბარეს მე ტელევიზიაში მე პარასკევს სახელებს არ ვიტყვი ის ოთახში და ამიხსნეს რომ ეს ჩემი გაკეთებული რაც რომ პრეზიდენტი ვანახე ეთერში არ იყო კორექტი, არ იყო სწორი, ეგ დავალება ჩემთვის არავის არ მოუწია, ეგ გადაწყვეტილება იყო არასწორი, იმიტომ რომ არ ვიცი რატო. მე ვთხარი კი, მაგრამ თუ პრემიერი ჩვენი ქვეყნის მეთაურია, პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის მეთაურია და რატო? მე ამიხსნეს ასე. როგორ აუხსნეს კახას, ამას შემოგთავაზებთ ზუსტად 8 წამში, მანამდე კი დავსვამ ერთ მნიშვნელოვან კითხვას. პრეზიდენტი ხომ იმხანად მათ შორის კობახიძე ივანიშვილ, პაპუაშვილ და სხვათა აზრით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების აზრითაც ხომ სალომე ზურაბიშვილი იყო დე იურე. შესაბამისად კახას კითხვა, რომ პრეზიდენტიც არის სახელმწიფოს მეთაური, პრემიერთან ერთად, აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი იყო, თუმცა ნახეთ როგორ აგრძელებს კახა. შენ ხო არ გონია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვართ ისევ, ჩვენ ვართ პარლამენტზე დამოკიდებული. ჩვენ თუ არ გავაკეთოთ, ჩვენ თუ არ ვიზავთ ისე როგორც საჭიროა, ჩვენ შეგვიცირებენ თანხებს და პრობლემები შეგვექმნება. საკვანძო ამბავია ეს, რომ პრობლემები შეექმნება საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი და არ იქნება სახელმწიფო ტელევიზია. ესე ღიად უთხრეს კახას და ასეთი ღია პოლიტიკას ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ კონკრეტულ ამ кейსში, როგორც ჩანს, არანაირად არ არის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც უამბობს კახა მელიქიძე ამ ამბავს, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საოფჯოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, თუმცა სწორედ ვასილ მაღლაფერიძის შექმნილია, ხელახლა შექმნილია, გაძლიერებულია ეს სისტემა, რამდენადაც ვასილ მაღლაფერიძე იცით თქვენ, რომ ახლა მოცემულ ეტაპზე არის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ხოლო მანამდე იყო გენერალური დირექტორი, ანუ თინა ბერძენიშვილამდე იყო გენერალური დირექტორი ამავე საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ანუ პირველი არხისა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყო მართველი პარტიის, მე რომ ბანდას ვუწოდებ, იმ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი, ერთი სავსებით ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვაა დავსვათ, ასე მაგალითად ლეიბორისტული პარტიის ყოფილი პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი რომ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ამას როგორ შეხედავდა ქართული ოცნების რიგითი ამომრჩეველი, რიგითი მომხრე, ან პოლიტიკური ელიტა, ანუ მართველი პარტიისა, ამ ბანდისა, ამ ვასილ მაღლაფერიძემ შექმნა ეს სისტემა და მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის პასუხისმგებელი კონკრეტულად ამ ამბავში, როგორც ჩანს არ არის, მის მიერ შექმნილი სისტემა მუშაობს და ხომ წარმოგიდგენიათ თუ სპორტულ პირდაპირ რეპორტაჟის დროს ამგვარად ხშირად ითხოვენ პრემიერად წოდებული ბანდიტის, მაგრამ ოკეი დავარქვათ პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოჩენას 5-ჯერ, 7-ჯერ თუ 37-ჯერ, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად სერიოზული წნეხია საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში და ვასილ მაღლაფერიძე ცხადია არ არის დამოუკიდებელი პერსონა, რასაც კახა ამბობს, რომ
ესე მითხრესო, რომ შენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხომ არ გგონია საკუთარი თავიო, ეს მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არ არისო და პარლამენტი შეგვიმცირებსო, როგორც ჩანს მაგის დაფინანსებასო, როგორც ჩანს ამგვარი წნეხი კონკრეტული პირების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ან მთავრობიდან, დამთავრობიდან, ასევე მართველი პარტიიდან, რომელსაც აკითხავთ, რომ ბანდას უწოდებ, ეს წნეხი არის და ესე აშანტაჟებენ, ასე ემუქრებიან, ასე მიამწყდებენ ხოლმე კუთხეში, მიაჭიკარტებენ, ეს სიტყვა შემიძლია ვიხმარო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს და ეუბნებიან, რომ იცით რა, თქვენ თუ გაქვთ ახლა 88 თუ 108 მილიონი, გექნებათ პირობით აქ ლაპარაკობ 20 მილიონით ნაკლები, იმ შემთხვევაში თუ 7-ჯერ 8-ჯერ ან პოზიტიურად 7-ჯერ 8-ჯერ არ გამოგვაჩენთ თქვენ საინფორმაციო გამოშვებებში კი არა, ეს საფეხბურთო რეპორტაჟების დროსაც კი და ამ მუქარას აღასრულებენ. სხვათა შორის ვასილ მაღლაფერიძე რომ არის ამ სისტემის შექმნილი და თავად არის ძალიან დამოკიდებული მართლ პარტიაზე, ამას ადასტურებს არა მარტო ის, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი მართველი პარტიისა, არამედ ისიც, რომ ახალი შენობის გახსნის დროს, მე ეს გონი ერთხელ თქვი, როცა მასზე მქონდა ერთ-ერთი ბლოგი, ერთ-ერთი ვიდეო ბლოგი, ახალი შენობის გახსნის დროს მან საგანგებო მადლობა გადაუხადა მართველი პარტიის დამფუძნებელ იძინა ივანიშვილს, რომელსაც ვასიკოს თქმით, თურმე გარკვეული კორექტივების კი შეუტანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურულ პროექტშიც კი. დიახ, ეს არის ვალდებულებითი დამოკიდებულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა და ვინ აკონტროლებს, ეს სლოგანი გვაქვს ჩვენ, ვინ აკონტროლებს პირველ არხს და საინფორმაციო პოლიტიკას დასაკვირველი აკონტროლებს მართველი პარტია, ხოლო ვასილ მაღლაფერიძე აღმოჩნდა საკმაოდ კარგი მენეჯერი მართველი პარტიისათვის, რომელმაც შექმნა ეს სისტემა და არიანი ადამიანების ხადია, რომლებიც საკუთარ საზოგადოებას კი არ ემსახურებიან, არამედ მეტწილად არიან გაგიკვირდებათ და თუნდაც უნებურად, თუნდაც რო ვერ გაუგიათ ისე, არიან მართველი პარტიის სამსახურში და ახლა მე თქვენ გონი უნდა შემოგთავაზოთ. არა, მე ახლა არ ვისაუბრებ, გაგიკვირდებათ და მამუკა მდინარაძეზე, რომელზეც მინდოდა საუბარი, ეს არის გრევის სისტემა ანგრევს და ეს არის გრევის სისტემა ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული და ახლა მე წარმოგიდგენთ როგორ მუშაობს ეს, აგიხსნით როგორ მუშაობს ეს სისტემა ზოგადად და ბარემ ვიტყვი შემდეგ რაღაცას. უყურეთ, როდესაც მიდიხართ ასე მაგალითად აი ჟურნალისტებს მიმართავ და აკითხავთ რომ ეს არის ჟურნალისტების კრიტიკა, კოლეგების თუ კოლეგებად წოდებულების όμως მაინც და მაინც საწყენად არა, ეხლა მე დაგისაბუთებთ რატომ ხართ თქვენ საკრიტიკოები, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თუ ჟურნალისტებად წოდებულები, ოკეი, ჟურნალისტები, ისე სახელისუფლო არხების ჟურნალისტები. აი მიდიხართ მაგალითად მართლ პარტიას წოდებული ხუნტის, მე ესე ვაფასებ, თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ მას მართველი პარტია ოფისში, პარტიის ოფისში და იქ თქვათ თქვენ ხდებათ მამუკა მდინარაძე, რომლის ვიდეოს გაშვებას მინდოდა, მაგრამ ახლა აღარ გაუშვებთ, სხვა თემაზე იყო და იმიტომ ხდებათ მამუკა მდინარაძე და მას აქვს ეს ბრიფინგი, ან უნდა გიამბოთ სიახლეები, რომლებიც მიმდინარეობს ამ მართლ პარტიაში, ანუ ბანდაში. ან მიდიხართ პარლამენტში და იქ თქვენი მასპინძელია პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ვინმე შალვა პაპუაშვილი ისტორიისთვის, ვინმე, იმიტომ რომ ჩემი შეფასებით ის მართლაც სარიელი ადგილია, არაფერია, ხო, საფნის ბუშტია ისტორიისათვის, თუმცა საკმაოდ კარგად ბიძინა ივანიშვილისთვის დამაკმაყოფილებლად ყოველ შემთხვევაში ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არის რა ამ რუსული ნარატივების ერთ-ერთი გამავრცელებელი ჩვენ საზოგადოებაში. ან მიდიხართ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მასპინძლობთ მაგალითად პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე, ხო? მე მინდა გკითხოთ თქვენ რას აკეთებთ ამ დროს. დიახ, ეს ირაკლი კობახიძე ავრცელებს რუსულ ნარატივს, პაპუაშვილი ავრცელებს რუსულ მესიჯებს, მამუკა მდინარაძე ლაპარაკობს პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმის საუბარზე, რომ აი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები აქვს მართლ პარტიას, ანუ ბანდას. ეს არის მონოლოგი მათი და უკვე შემდგომ იწყება კითხვები, რომლებსაც
თქვენ უსვამთ ხსენებულ რესპონდენტებს, თანამდებობის პირებს, სახელმწიფო პირებს და ასე შემდეგ, ხო? და თქვენ ეკითხებით გაგიკვირდებათ და მე არ მჯერა რომ ეს გაინტერესებთ თქვენ, აი ეკითხებით ამგვარი კითხვაც გაისვა რამდენიმე ხნის წინ ელონ მასკმა რა დაწერა საკუთარ პლატფორმა X-ზე. ან ეკითხებით მაგალითად შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის 47 პრეზიდენტის ტრამპის დამოკიდებულებაზე გრენლანდიის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაკვირველია უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ ძირითად კითხვას, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, თქვენ არ სვამთ. და მე გეკითხებით, რატომ არ ეკითხებით იმას, რაც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რა დროს გრენლანდია, ან deep state-ზე ლაპარაკია თქვენი მხრიდან თორე ამ გამდინარაზე მეტი სალაპარაკო ან პაპუაშვილს ან კობახიძეს რომ არა აქვს და გვაბოლებს ხო ეს ფაქტია მაგრამ აი თქვენ რაღაცო ეკითხებით deep state-ზე ესეც ამიხსენით ხოლმე და მე მოდიში ცოტა გავასწორეთ კამერა და მე ეს კითხვა მაწუხებს კი არა ამ კითხვით მოგმართვა თქვენ მაგალითად რატომ არ ეკითხებით პოლიციელებზე რომლებიც არღვევენ კანონს. აი ამ ბრიფინგებზე. პოლიციელებზე, რომლებიც იგინებიან. პოლიციელებზე, რომლებიც ძალადობენ. პოლიციელებზე, რომლებიც პროვოკაციას უწყობენ მოქალაქეებს. თქვენი გადამღები ჯგუფები აქციებზე, დემონსტრაციებზე ამას ვერ ამჩნევენ. ასე მაგალითად, თბილისი მოლთან რაც ხდებოდა, ეს ყველაფერი ვერ შეამჩნიეს, გაატარეს რატომ? ხო? აი მე გაგითხებით თქვენ რატომ არ საუბრობთ მაგალითად ხარებაზე, ხარება რომ ფეხს ურტყავს, ეს არის მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია თუ გააშუქეთ, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ რატო არ შეაფასეთ მძიმედ ეს ამბავი? რატომ არ კითხეთ მამუკა მდინარაძეს ხარებას, ეს არ არის თუ არ ვცდები მისი კადრი, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, აქ პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე, ყოველგვარი ლეგიტიმური, ან თუნდაც არალეგიტიმური საბაბის საფუძვლის გარეშე მიდიან და სცემენ. რატომ არ არის თქვენს გადაცემებში დასმული, ოღონდ კრიტიკულად გააძლებული ხარება? რატომ არ არის გააძლებული ხარებას ეს ქმედება? რატომ არ ეკითხებით ხსენებულ კობახიძე პაპუაშვილ მდინარაძეს თუ სხვებს, როგორ აფასებს ეს პირი, აფასებენ ეს პირები GDD-ს ხელმძღვანელის ამ ქმედებას და საერთოდ იმ უკანონობებს, რომლებსაც სჩადიან ეს პირები. კარგით. შესაბამისად რაღაცით თქვენ ამას აკეთებთ, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თქვენ გაქვთ ერთგვარი ვალდებულებითი დამოკიდებულება ამ ხელის თქვენს გაქვთ. ერთგვარი ვალდებულებითი დამოკიდებულება ამ სისტემის მიმართ, ამ ხელისუფლების მიმართ და გიბოდიშებთ ცხადია, მაგრამ ხართ ჭანჭიკები ამ პროცესში, იმ სისტემაში, რომელიც შექმნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო ასე მაგალითად იმენზე შექმნა ირაკლი რუხაძემ ეს ასეა ისინი არიან არა ტურები მაინც და მაინც თუ თქვენ პაიკები ხართ ისინი მაინც და მაინც ტურები არ არიან ისინი საჭადრაკო ტერმინოლოგიას ხმარო ფიგურებს ვასახელებ არიან უფრო ოფიცრები მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას რომ ვასიკო მაღლაფერიძეს და ირაკლი რუხაძეც არიან კგბ-ს ოფიცრები ამ საჭადრაკო დაფაზე მაგრამ ეხლა ეს ჩემი მოსაზრებაა და ამის გამეორებას მაინც და მაინც არ გთხოვთ თქვენ ასაკვირველი არ მოგითხოვ რა უფლება მაქვს თუმცა საზოგადოებრივ ინტერესს აი ამას კი გეკითხებით რატო ვერ აკმაყოფილებთ კრიტიკული კითხვებით ხსენებული პირების მიმართ ხო რატომ არ აჭიკარტებთ ირაკლი კობახიძეს თუ მამუკა მდინარაძეს და რატომ არ გავიგე უბრალოდ ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ გავიგე და გავიგე ის რომ ამას არ აკეთებს და დღევანდელი ჩარისხული ხელფასი და გასტუმრებული კრედიტი ხელფასი გირჩევნიათ იმისთვის რომ გააისტუმროთ კრედიტები რომლებიც უხვად გაქვთ თქვენს გულახდილად გეტყვით და ალბათ ესეა და ნამდვილად ესე იქნება უმრავლესობა თქვენგანს და ჩვენც აგვაქვს ანუ მოქალაქეებს რომლებიცაც გვაქვს სურვილი ჟურნალისტებს რომელსაც გვაქვს სურვილი რომ ამუკა მდინარაძე თუ ირაკლი კობახიძე მივაჭიკარტოთ ცოტა უცნაურად და უხეშად ჟღერს მაგრამ მაინც დიახ ყველა ხელისუფლება უნდა მიაჭიკარტო მიხეილ სააკაშვილიც უნდა მიგვეჭიკარტებინა უფრო მკვეთრად და კაცრად ვინც ვაჭიკარტებდით და ვაკრიტიკებდით მაშინ იმ ხანად 2012-13 წლამდე და ეს ხელისუფლება ხომ უფრო მისაჭიკარტებელია შესაძლოა გიკვირთ ეს ზმნა ახლა მე სხვა კითხვას დავსვავ თქვენის ნებართვით და
დავიწყებ ასე. კარგი, გავიგე, რომ თქვენ გაინტერესებთ გრენლანდიის ამბავი, ავსტრალიის, არა უკაცრავად კანადის ამბავი, მექსიკის საზღვარი, deep state-ზე დღე და ღამ ფიქრობთ და ეს კითხვები ხა ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს კითხვები არის თქვენ სამსახურებში დაწერილი თქვენი უშუალო ხელმძღვანელების მიერ, ეს არ არის თქვენს მიერ მოფიქრებული კითხვები, მაგრამ ესეც მოსულა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ძალიან დიდ ინტერესი იწვევდეს deep state-ის ზეგავლენები ჩვენს ქვეყანაზე, მე კი მეცინება, მაგრამ შესაძლოა თქვენ არ გეცინებთ. ახლა მე გეკითხებით სხვა არავის. აი დინარაძემ ჩაატარა ბრიფინგი გუშინვე თუ არ ვწდები გამოვიდა პაპუაშვილი, კობახიძე არ გამოსულა, შესაძლოა გამოვიდა, გამოგჭა. როგორ არც ერთ თქვენგანს არ მოუვიდა აზრად, წაეკითხა, ჩაეკითხა ერთი მოქალაქის, რომელიც უთუოდ შეგხვდათ მისი სტატუსი Facebook-ზე, უთუოდ შეგხვდათ. ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებული, გამოქვეყნებული, დაწერილი, გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც ეხება სწორედ City Mall-თან მიმდინარე პროცესებს და იცით თქვენ რომ City Mall-დან ქალაქის ცენტრამდე ერთი ჯგუფი დემონსტრანტებისა დაიძრა და 7-8 თუ 11 კილომეტრი ფეხით გაიარა და ეს პოლიციის თუ რეალურად მილიციის თანამშრომლები მიხვებოდნენ ამ მოქალაქეებს და მიაცილეს მეთქი ასე შემიძლია ვთქვა ვიდრე რუსთაველის გამზირამდე. აი ეს მოქალაქე რომის გვარსახელს არა აქვს მნიშვნელობა ხო წერს შემდეგ რამეს და მე ვუბოდიშებ იმ მაყურებელს რომელმაც არის ის ამ სტატუსის რაობაზე და პრინციპში მათას ვუბოდიშებ ვინც იცის მაგრამ მე მომიწევს ეცდები ავწდე მაგრამ შესაძლოა მომიწიოს ბილწის სიტყვების გამეორება თუმცა რაღაც გერებს გამოვტოვებ ალბათ მოვახერხებ. ნახეთ მოქალაქე რა წეს ის არის არასრული ციტატა იმიტომ რომ ვრცელი იყო სტატუსი ბოლომდე არ ჩავიკითხავ თქვენს არ დაგხლით. მოქალაქე წერს ესენი ანუ პოლიციელები, მილიციელები. ესენი არ იყვნენ ადამიანები დაკომპლექტებული, ჯოგი იყო, გახრწნილი, გათახსირებული მანიაკები. ამ მძიმე შეფასებას ვაკეთებს ეს მოქალაქე ხო კალბატონი ამას დასაბუთება უნდა ცხადია. ნახეთ როგორ აგრძელებს. ასოიანი სიტყვა როა ყს მოწოვ ესე მიმართავს პოლიციელად წოდებული ბანდიტი მოქალაქეს აქ 100 ლარს რომ იღებ წამოდი 101 ლარად მე მოგ გამოვტოვოთ ორი ბგერა აბ დავასრულოთ ყველა დირკაში გიხმარ ამას კი ბოლომდე ჩავეკითხავ ამის დედაც, ანუ გოგონას დედაც მაგარი სატყ ამას დედაც მაგარი სატყ ეყოლება. და ეს სტატუსი გრძელდება და კიდევ უფრო მძიმე სიტყვებიც არის. ეხლა მე გეკითხებით, დინარაძე რო ნახეთ დღეს და Deep State-ზე რო ელაპარაკეთ და გრენლანდიაზე რო ელაპარაკეთ და მექსიკაზე რო ელაპარაკეთ და კანადაზე რო ელაპარაკეთ და Deep State-ის გავლენებზე რომ ჩაეკითხეთ თითქოს თქვენს მიერ მოგონილი კითხვებით. თქვენს მიერ მოფიქრებული კითხვებით. აი ეს სტატუსი რატო არ წავუკითხეთ. ამაზე ხომ დინარაძეს და ვერც ერთს ბანდიტს ჩემი შეფასებით პასუხი ვერ ეკნებოდა. რა სიტყოდა რომ მოიგონა ამ ქალბატონმა და ესეთი სტატუსი ამგვარი შინაარსის სტატუსი ხომ სტატუსი თუ კომენტარი თუ უამრავია ხო ერთს მოქალაქეს არ დაუწერია კარგით ამან მოიგონა არ მოუგონია ცხადია მაგრამ ამგვარი ვინც ამგვარ რამეს წერს ხომ უამრავია იმ დემონსტრანტებს შორის ვინც იყო თბილისი მოლთან და აი ამ დემონსტრანტებს შორის ახლა მე გეკითხებით რა კვლავ ვიმეორებ მესმის რომ კრიტიკა ძალიან მძიმე მოსასმენია მესმის რომ სიტყვები თქვენ გაქვთ ვალდებულებითი დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ ვასიკო მაღლაფერიძეს თუ ირაკლი გუხაძეს აქვთ ვალდებულებითი დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ ისინი არიან კგბ-ს ოფიცერი კარგი ეს შევაფასებ და შესაძლოა ვცდებ შესაძლოა არ ვცდებ კარგი გამანებეთ თავი მე ჩემი ძიმე შეფასებები ვასიკოს თუ გორია რუხაძის მიმართ არ არის ახლა მნიშვნელოვანი მე გეკითხებით თქვენ ინდივიდებს რომლებსაც გსურთ ამ პრობლემის ამბობთ რომ ამ პროფესიაში ხართ
და გსურთ ამ პროფესიაში დარჩენა ცვლილებები იქნება თუ არ იქნება, რომც არ იყოს, ან რომც იყოს. თქვენ გსურთ ამ პროფესიაში დარჩენა, თქვენ საკუთარ თავს უწოდებთ ობიექტურ ჟურნალისტებს. ხო და Deep State-ზე რომ გკითხეთ, ხო? რატომ არ გკითხეთ ვასილ მაღლაფერიძის თანამშრომლებო? მამუკა მდინარაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებო, მამუკა მდინარაძეს ამ სტატუსის თაობაზე. აი, რო ამბობს და ამ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიციელთა შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან მოქალაქეები და 60 დღემდე გაიზრდება ამ მოქალაქეების პატიმრობა. ადმინისტრაციული წესით, თუმცა 60 დღემდე დატოვებენ მოქალაქეებს საპატიმროში. მე გეკითხებით, რატომ არ გკითხეთ, რომ პოლიციელი რომ აყენებს შეურაცხყოფას რიგით მოქალაქეს, ის პოლიციელი რა მესაჯს მიიღებს? შესაბამისად, როდესაც მე დავიწყე ასე და მე ვთქვი, რომ მე მაინც არ მხიბლავს კრიტიკა ჟურნალისტებისა. მე მივიღებ კრიტიკას ჩემი გადაცემის თაობაზე, ჩემს მიერ დასმული კითხვის თაობაზე, ჩემი პოზიციის თაობაზე, ანსახჯამთელ კრიტიკას, სწორ კრიტიკას, არასწორ კრიტიკასაც მივიღებ, პრობლემა არ არის. ხო, განკი პასუხებთ ან არა, მაგრამ თქვენ გაეცით პასუხი საკუთარ თავს. მე გეკითხებით, სახელისუფლებო არხები არიან თუ არა დამოკიდებულნი ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის კეთილნებაზე და შესაბამისად არიან რა დამოკიდებულნი, ხართ თუ არა თქვენ შებოჭილნი, შეზღუდულნი, კონიუნქტურას დაქვემდებარებულნი და ხართ, ეს არის სამწუხარო. არ ვიცი. ჩემი და თქვენი საერთო ქვეყანა გაიმარჯვებს ამ პროცესში და მე ახლა ესე გეტყვით ამ ხასიათზე ვარ, რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ ერთად, თუმცა ძალიან ბევრმა თქვენგანმა თქვენი ამ პირში წყლის ჩაგუბებით წუყვარ, მაგრამ უღალატა პროფესიასაც და ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესებსაც. დახვდეს.